ქართლოსი იყო მრავალფეროვანი, მრავალწახნაგიანი, ესე იგი ეგ იყო ერთხელ დაახასიათა ერთ-ერთმა პიროვნებამ, ეგ იყო ნიჭიერების შადრევანი ქართლოსი. უნიჭიერესი პიროვნება იყო, უნიჭიერესი. რა სფერო არ ავიღოთ, რომ ქართლოს არ სოდნოდა. იგივე სხვათა შორის ბევრი ლექსები აი გახსოვს გიკრებთ იებს, ლურჯი აპრილი, ქარი მღერის და სხვა. ესე იგი ლექსებს წერდა პირდაპირ. აი ესე დაждდებოდა და რო იტყოდნენ ქართლოს ერთი ლექსი გავიკეთე რაღაც პატარა და იმ წუთში აკეთებდა. ძალიან განათლებული იყო და ზოგს ეგონა რომ ან გონია რომ ქართლოსი იყო ანეკდოტებს ყვებოდა და რაღაც. ქართლოსი იყო უგანათლებულესი პიროვნება, უგანათლებულესი. ეხლა სკანურდების ახსნა დავიწყებდი სახში, რასაც არ გავიგებდი, ესე იგი დავიდებდი გვერდზე, ჩამოვწერდი და ქართლოს რო ვეტყოდი, ზუსტად პასუხობდა ყველაფერს. ესე იგი ერუდირებული იყო ძალიან მაგარი. ძალიან ნიჭიერი, ძალიან კეთილი. რო დაინახავდა ადამიანს ქუჩაში, რო დაუშვათ ძველი პალტო ეცვა ან ძველი ქურთუკი, იმ წუთში გაიხდიდა და მისცემდა აჩუქებდა. ძალიან კეთილი კაცი იყო ქართლოსი. გამანახეთ რომელია? რადგან ვიხარ? აი ეს გახდა. ისევ აცენ მუშებს. სირცხვილია დათო. კონცერტისა და დროსატარებლად კლუბი გვაქვს. აქ ის საქმე. დადიახ. მეორე თარ დაგინახო საქმე. ქართლოს კასაძე იყო მოვლენა ქართულ ესტრადაში. ეს იყო მე რამდენადაც მახსოვს ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო გამოსვლა ესტრადაზე, თავისი იუმორით, თავისი რაღაც ენამახვილობით, თავისი ენერგიით, თავისი საოცარი უნარით გაეცინებინა ხალხი. ჩემი და ქართლოსის ურთიერთობა ძალიან დიდი ხანია მოდის, მაგრამ ესეთი შემოქმედებითი თუ შეიძლება ითქვას ესეთი ჩვენი ურთიერთობა დაიწყო მაშინ, როდესაც ერთ-ერთმა ჩემმა კარგმა ნაცნობმა პარტკომმა ერთ-ერთ ქარხანაში თხოვა რომ მე გამეკეთებია რაღაცა საღამო. ნუ ახლა იცით რომ მე არასოდეს არაფერი არ გამიკეთებია, არც ვიცი როგორ კეთდება ეს საღამო, მაგრამ ვარი ვერ უთხარი. ხო და ნუ მე ვთხარი კარგი მეთქი რა, აი მინდაო რომ ჩვენმა ხალხმა დაისვენოსო რაღაც ისეთი აი რაღაცა ხიარულები იყვნენ ამ დაღლილი მუშაობის შემდეგ ძაფებს უშვებდა ეს ფაბრიკა. აი ეს მახსოვს ძალიან კარგად. რა ვქნათ და ვიფიქრე, მოდი ქართლოს დაურეკავ მეთქი და ვეტყვი რომ აი ესეთი რაღაც არის და მოდი ქართლოს შენ წაიყვანე რა ეს საღამო. ნუ ქართლოსი ხო საერთოდ არაფერზე უარს არ ამბობდა და ყოველთვის კი და წამოვიდა. ნუ იქ რაღაცები დავაწყე ამ ქარხანამ, ძალიან დიდარი ქარხანა იყო და იყიდა სპეციალურად ამ საღამოსთვის როიალი იყიდა, იქით პიანინო დადგა, იქით კიდე რაღაცები და რაღაც ნამცხრები, სასმელები, ნუ ყველაფერი იყო. ქართლოსი მოვიდა, ნუ პირველი რა გააკეთა, რომ გადახედა ამას ყველაფერს. ნახა და პირველი რა იყო, გააჩერა ვიღაც ქალზე თვალი. უცებ ისე თავისთვის გაიღიმა და მე უკვე მივხვდი რომ რაღაცა ჩაიფიქრა. ამის მერე მე არ ვიცი ქართლოსმა რა გააკეთა იქა და როგორ გააკეთა და რა იუმორი, მე ვიცი რომ ყველა ქალს ერჩიყებოდა ერთდროულად აკეთებდა ყველაფერს. რა თქმა უნდა დახოცა სიცილით ყველა, სად იგონებდა ეს კაცი, როგორ იგონებდა ეს კაცი, საიდან მოსდიოდა ეს ფანტაზია და საერთოდ რანაირი იყო ეს ყველაფერი, ეს არის ენით აუწერელი. გაიცემ. სასიამოვნო. აბა, ამოირჩიეთ რომელიც გენებო. ბოდიში? შეიძლება აბზანოთ.
ბოდიში? ერთი. ვერ დავხანე. აბა, ხო მართლა, ეს მოწვილი? აბა. ჩაიტიეთ. რა ბატონო, რას მემარება? ელთაძე. ქართლოსი ცნობილ ფილმში თოჯინები იცინიან, თამაშობდა კორესპონდენტს. იქაც კი არ მოიცვენა კოლესანიშვილის რეჟისორის არანაირ მითითებას და მიყურა და არ აქცევდა ყურა, თვითონ დარბოდა, თვითონ აკეთებდა რაღაცას, როგორც იტყვიან რუსები რო იტყვიან სამპაიო და სამტანსუიო, იმას აკეთებდა თუ. აი ესეთი იყო ჩვენი ქართლოსი, უსაყვარლესი ადამიანი. და ძალიან ამავე დროს აი ამასთან პარალელურად იყო ძალიან აი მამამისისგან ჰქონდა ეს ეთყობა აღებული რომ ეს მეცნიერული თავისი მამამისი ხომ მუშაობდა ამ სოებზე და ყვებოდა ქართულ იმაზე ნუ აი საოცარად და ქართლოსი მიყვებოდა მე ძალიან ყურადღებით უსმენდი და იმდენად საინტერესო იყო ეს იყო აბსოლუტურად სხვა ქართლოსი იყო ქართლოსი იუმორისტი და იყო ქართლოსი რომელიც არის აი ესეთ დინჯი მეცნიერი დაკვირვებული ადამიანი უსაყვარლესი ადამიანი ქართლოსი იყო უპოპულარესი პიროვნება საქართველოში ესე იგი ქართლოსი რო გამოჩნდებოდა ესე იგი მორჩა იქ ყველაფერი ჩერდებოდა ყველაფერი მე გვეხვეწებოდნენ თქვენ ჭირიმე გაიყვანეთ თორემ მუშაობა გაჩერდაო ესე იგი ყველა ეფერებოდა აი გეტყვით ერთ მაგალითს დასავლეთ საქართველოში ჩავედით ჯერ ქუთაისში ჩავედით და მე იქ ქუთაისთან ერთ რეგიონში ხო და ახლა ეს მაშინა ის იყო დრო არეულობის დრო იყო 90-იანების მეორე ნახევარი და ხედავთ რომ მივედით გამგეობაში ყვირილი წივილი ერთი ამბავი ქალები ყვირიანა თურმე ხელფასებს არ აძლევენ და ეხლა მე ვთხარი ქართლოს მეთქი მოდი წავიდეთ მეთქი გავიდეთ ეხლა უხერხულია მეთქი ეხლა ასეთი ამბავი მაიცადი ერთი წუთითო გადმოვიდა მანქანიდან და რო ამ ყვირილ წივილში გამგეობის წინ ხდება ეს ყველაფერი გაჩერდა ყველა დაიწყო ქართლოს შეხედა ყველა მივიდა ქართლოსი დაიწყო ანეკდოტების მოყოლა და დაიწყო სიცილი და ხედავთ გამოდის მაშინ იყო ესე იგი მერიკი არა ის იყო გამგებელი გამოვიდა იმაზე აივანზე და ესეთი სახით გამოდის გაკვირვებული სახით უყურებს რომ რა ხდებაო ხალხი ცინის ეხლა ყვიროდნენ ხელფასები მოგვეცითო და ეხლა დაიწყეს სიცილი იცინის მთელი ხალხი ხო და გამოვიდა და აუ დაინახა ქართლოსი და დააბარა თავის პიროვნებას ვიღაცა ჩამოვიდა აგვიყვანა თავისთან ეს ხალხი დაიშალა შენი ჭირიმე ქართლოს დარჩიო ერთი რამოდენიმე დღეო და ხელფასები მოვაო გადავგარჩინეო მაინც კლასიკა არ აჩანს ბიჭო აი თქვენ ახსენეთ ჩემი კარის მეზობელი ჩემი აღზრდილი იმას ენაცვალო ჩემი თავი პაატა ახნიაშვილი ის კლასიკა მომღეროდა წეროდა ნუ რა უყოთ რომ აღარა მე ვიმღერებ მის მაგერად მე ის ნომერი მინდა ავადგინო ვინ დაგიშალა მე კი ბატონო აბურთია მოედა აი როგორ იყო ხოლმე მე ვაცხადებდი კულისიდან pronto heia radio italiere roma isi di monte carlo bbc di catalano de obiga que elenco la grande robina migi e la scala mala e tutto fu le gobi e la maria canelia la grande concerto delle belvustane stadione cricket ground compositore Ruggero di un cavallo Erstock Paio Cani e Benamino Gili Paio Tonio Ginovici Paio Beppe de Gobi e Maria Canelia Arlecchino Masini Играть, когда точно приду я, ни слов и поступков своих не понимает, и все не должен я играть. Что ж, ты разве человек? ქუთაისი მაგას ძალიან უყვარდა ყველას იცნობდა იქ ცნობილ ესე იგი ნუ მწერლებს პოეტებს მე იცნობდა აი თამადა ვინც იყო ცნობილი თამადა იმათ იცნობდა კარგად და სვამობდა ყველაფერი ქუთაისშიაო
ძალიან უყვარდა ქუთაისი. იმე გამორჩეულად ეფერებოდა ქუთაისი. ძალიან თბილად იღებულობდა ხალხი. თამადობა უყვარდა და ეხლა ეგ სადაც იქნებოდა შეიძლებოდა რომ თამადა არ ყოფილიყო ქართლოსი ხო და დაიწყებდა თამადობას ეხლა რომ დაიწყებდა თამადობას ესე აკეთებდა გაგიმარჯვეთ თქვენ პირდაპირ პირველივე და თქვენ მეთქი რატომ აკეთებ ამას ქართლოს მე ხო უნდა აღდგერძო მამაჩემ ასე მითხრა რომ უდღეგრძელებული არ დაგჭეს ხალხიო ესე იგი წინასწარ დაიწყო და მერეო უკვე პერსონალურად ესე იგი გადადი პერსონალურ სადღეგრძელოებზე ქორფახილით მოჩიქჩიქებდა სახედარი ღამეც უთევია პატრონიც უთხევია ფერიფერს რაც ჩოჩორის მხედარი გურულობიო ზემლა დაგაყარე თავზე მანსუნ მალაკო მანსუნ აც სამوارნი პისო აბაგეთ გაგი პანტა რას უყავ ნამუს არა მემართო პანტამა ხურმა სიზმრის დახილია ხურმა და ზახურმა რას ღრიალებ მანდა ვერმა რა იცის ხურმა რა ხილია ეს ადამიანი იყო მისიით დაბადებული რომ ყველას მოფერებოდა ყველას გამოდგომოდა და ყველასთვის ყოფილიყო საყვარელი იმდენი ოჯახი გვიყვება ხოლმე ჩვენ ოჯახში ეგ თამადობდა და ჩვენი ოჯახის ისეთი ახლობელია იმიტომ რომ თითქოს ყველას ყველაფერი იცოდა ხელის გულზე ეტო არ ვიცი რანაირად ახერხებდა ამას და არა ჩვენი ახლობელი არა ჩვენი უფრო და მთელი თბილისის სიყვარული იყო და არა მარტო თბილისის მოსკოვში რო ცხოვრობდი იქაც ხვდებოდნენ ადამიანები რომლებიც ზეპირად იცოდნენ მამაჩემის ხუმრობები კი არა ფელეტონები და მონოლოგები და მთელი ამბები ხო და ძალიან ხშირად გვეკითხებოდნენ ერთ და იგივე შეკითხვას შვილებს. მამა სახშიც ასეთია? და მამაჩემს არ ქონდა ნიღბების საშინაო და საგარეო. ის მუდამ იყო მომართული რომ უნდა ჩაეტარებინა კონცერტი და ეს კონცერტები გრძელდებოდა 79 წელი რამდენხანსაც იცოცხლა. Guten Morgen, Gurgen, ეს კუც სავატანე, მიცოდი მინუტკის ყადრი. რამდენი უკვდავი წუთი შეგვინახე, რამდენი უკვდავი ყადრი. დღესაც კი ველით იმჩილის გამოფრენა შე რო გვირდებოდი მაშინ, მე მგონი ჯიგარო კოლოფში არა და წყერები კი ყავდა თავში. რამდენი შარი გახსოვს, ეს რას დამამსგავსეო? მამა თქვენს დააბრალეთ, რა შუაში ვარ აქ მეო. ზდე კარგაინზრე, ას დაკივით გვაფრთხილებდი. ნუ ყურე პაპარატი, ლოყა მოაბრუნე, მორჩი ლაპარაკი, ნიკაპი დასი, ყურიასი, შორს არ გაიხედო, სადირეროში, მაღარეთში გემოში. სუ პატარა რო იყო, სკოლაში რო შედიოდა, მაშინ მოიცხოვა რომ მე არ წავა სკოლაში, თუ თავზე ბუმბულიან ქუდს არ დამახურავთო და მამამ დედამისის დიდი ბუმბულიანი ქუდით იჯდა პირველ მერხზე. ხო და მე რატომღაც ესეთი დავალება მისცეს რომ დახატეთ 1 სექტემბერიო და მზიანი კარგი ამინდი იყო, მაგრამ მამაჩემმა რატომღაც წვიმის წვეთების ხატვა დაიწყო და 2 წუთში მთელი კლასი აკაკუნებდა. ყველამ დაიწყო წვიმის ხატვა. და ასე გადაიქცა წვიმიან დღეს ის მშვენიერი ნათელი 1 სექტემბერი. ძალიან აყოლიება შეეძლო ადამიანების. ბევრს აქვს იუმორი, ეს იუმორი კი არ იყო. აი მაგალითად თავისი უმძიმესი სცენით შეპყრობილი რომ მოაკითხავდა ვიღაცას რომ იცი რა უსამართლობა იყო ასეთი და რაღაცა აი ვინას მედავებიან და რაღაცა წამომყევი ადგებოდა საიდან პოულობდა ამ ძალას არ ვიცი და მიიყვებოდა ყველას ერთადერთი როგორც ზღაპრებში არის ეს კომუნიკაციის უნარი ჰქონდა საოცარი და ყველა ენაზე იმიტომ შეეძლო უცებ დაეწყო ლაპარაკი რომ ამ ნიჭით დაიბადა რა და რო წავიდოდა ყველა საქმე იყო გამოსული მაგრამ
როგორც ზღაპრებში ხდება, თავისთვის ვერ იყენებდა. არც შვილებისთვის და არც თავისთვის. ეს შეეძლოს თავისი სახელი და თავისი ნიჭი გამოეყენებინა მხოლოდ სხვებისთვის და არასოდეს არ უთქვამს არავისთვის უარი. მე მსგავსი სიკეთის ადამიანი უბრალოდ არ მინახავს. შეიძლება არის რაღაც უფრო გაიდეალებული რომანებში წამიკითხავს ან რაღაც, მაგრამ ამას იცით ერთი ავხსნი, უბრალოდ იცით დავამტკიცებ, აი როგორ შეიძლება ეს დაამტკიცო, მაგრამ მარტოებითი კი არა, რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული. უბრალოდ დავაკვირდე, რომ ამ ადამიანმა არ იცოდა, რომ სიკეთეს აქვს ალტერნატივა. სერიოზულად ვამბობ, აი რომ უნდა დაეხმაროს ადამიანს, რომ უარი უთხრას, ეს არ იცოდა, რომ არსებობს უარის თქმის საშუალებაც. ამიტომ აუცილებლად ყოველთვის ყველას მიყვებოდა და თავის ავტორიტეტს და ეს რომ უყვარდა და სახალხო იყო და ყველას უყვარდა, იყენებდა აი ამ ადამიანებისთვის. იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, რომ აი ვერ წარმოიდგენთ. ბრიუსტერის ალეჰოპ ტელესკოპ, კოლოსკოპ, კალეიდოსკოპი ტრუბაში გაძვრენა. მუჭის სისხო კოპით პირველი დიქტორი, ტელეცენტრის დირექტორი, ვერისუბნის სახალხო უნივერსიტეტის უხალხო რექტორი, ჩვენი ჩარირამა, მისტერ პანორამა, ამერიკა, აფრიკა, ჟანგიანი რაფიკა პორნოსეანსების გრაფიკით. მამება და შვილება თუ არ დავიშლებოდით, ბავშვები 22 წლამდე არ დავიშვებოდით. მარტო მოდიხარ, არ ამყავ შობლები. მავინახართ ობლები, გამიშობლად ვიარო, სოფლიოში მოვიარო, რა გინდა? ვიწყებთ ვეჩერნის სეანსი თავის პლანით და ფსტანით. აგდებთ 10 კაპიკიანი, ნახამთ თითველა ქალი. ქართლოს კასრაძე იყო ადამიანი დღესასწაული. მასთან ყოფნა იყო მთელი თავგადასავალი. არაფერი არ შემიძლია არ გავიხსენო პირველი შეხვედრა ქართლოსთან, რომელიც მე მქონდა. მე ქართლოსის ბატონი ქართლოსის შვილის კლასელი ვარ და გვიან გადავედი მასთან სკოლაში. და რახან სკოლა ახლოს იყო, ძალიან ხშირად მიწევდა მისვლა, მაგრამ პირველად რომ მივედი, კარები ქართლოსმა გამიღო. და მეუღლეს გასძახა, თალიკო მოდი, ნატა მოვიდა, ნატა. მე ვეუბნები რომ არა, ნატა არა, მაკა. უი, რას ლაპარაკობთ? თქვენ ნატა არა ხართ, მე კიდე ნატა ვაჩნაძეს ისე გავხართ რომ მე შემეშალა. არა უშავს ამბობს, მე რა პრობლემა არის? შემობძანდით, აბა ჩქარა სუფრა გაშალეთ, აბა რაღაცა და უცებ დაიწყო რაღაცა სპექტაკლი წარმოდგენა, რომელიც საჭმელი საერთოდ პირიც ვერ დავხურეთ, იმდენი ვიცინე და რაც მთავარია რომ მე ვფიქრობ რომ ეს ადამიანი ძალიან ხშირად თავის ფენლეტონებს და თავის ჩანაწერებს ცდიდა ხოლმე, ესე მე ასეთი შთაბეჭდილება მქონდა. მაგრამ ყოველი მისვლა იწყებოდა რაღაცა საოცარი წარმოდგენებით. მე ვთქვი რომ ადამიანი დღესასწაული მეთქი. იმიტომ თქვი რომ ეს იყო ადამიანი დღესასწაული, ადამიანი ორკესტრი. მას შეეძლო რომ მთელი მაგალითად რომელიღაცა ფილმი თავიდან ბოლომდე თან მოეყოლა და თან ისო საორკესტრო პარტიები ემღერა, სხვადასხვა ინსტრუმენტების იმიტაცია შეეძლო, სხვადასხვა ენას, ხან ენაზე საუბრობდა და ხან იმ ენის იმიტაციას აკეთებდა ისე რომ აი პირდაპირ ეჭვია შეგეპარებოდა რომ ეს ვთქვათ ის ენაა. აი ეს ვენეცია, ქალაქი წყალში, ხალხი მიდის, მოდის, ფეხები არ უსველდება. ესეც ძმები რაიტების აეროპლანი, ორი გორგოლაჩი წინ ერთი ზაფასტოა. ესეც მონბლანი ვიშე ტოჩკე ევროპი. აი დედალმამალი ჟირაფი გინახავს, რაფიკა ხათუნებს ბოლოსთვის ინახავს. ესეც ვალპურღის ღამე. ძიაჯან არაჩანს, როგორი რამეა? რა უნდა გამოჩნდეს ვირიშვილო, ხო ხედავ ღამეა. ესეცა პარიზი, იეფილეს კოშკი. იეფილე რა არის? ვერავეჩკა რაღა იქაურით კვარი რაღა. ესაც ვიღაცა მუტრუკი, მილიონერი, ქალანი აღა. ნახეთ სტეფენსონის ორთქმავალი. რადი ორთქმავალი შენი იყოს მაიტა ქალი. ზადი გაიარე სკოლაში ზარი დარეკეს. შენ მიდი გარეკე? თითოეულა ქალები როდის იქნება? რა დრო შენ თითოეულა ქალია, შენ მართლა ქალია. ჯერ არ გამომძვრალა, ეს ღობე მძვრალა, და ღმერთ გამწყრალი, რო უჟე ქალი. ნაპოლეონის კაბინეტი. იაპონური ზონტიკები, ბოღმარაკ თიცინიან. პარახოდი ტიტანიკი სოხუმთან ჩაეძირა.
მახსოვს პირველად ჩემი მეუღლე რომ გავაცანი, ინგლისურად დაუწყო ლაპარაკი და ცოტა არ იყოს დავიბენი და მე მეკითხებოდა რომ ქართული იცისო და მე ვთხარი როგორ არ იცის მეთქი ხო და ხო არაო ესე იგი ალენდელონს გაყოლი ხარ მცოდათო ანუ ასეთი კომპლიმენტები იცოდა არასოდეს დამავიწყდება კინოში დავყავდით ხშირად და უყვარდა ბელინსკის ქუჩიდან რუსთაველამდე ფეხით წასვლა და შვილები ერთად მივდიოდით და ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვაჩერებდნენ და ბატონ ქართლოს ესაუბრებოდნენ და ბატონი ქართლოს იტყვა ესენი სულ ყველა ჩემი შვილებია იტყო და ხო და მე რაღაცნაირად ავღელდებოდი ხა რომ ისი შვილი არა ვარ გესმით ხო და ესე 4-ვე ჩემი შვილია და ესე იგი შვილებში გამორჩევაც ასე ვთქვათ არ ქონდა ვინც მიყავდა ის ყველა მისი შვილი იყო კლასელები მოვიდოდნენ ხა ისეთ ასაკში ვიყავით რომ თქვა გარდატეხის ასაკში და ბიჭებზე ლაპარაკი და რაღაცა ჭორები და ისინი გვაინტერესებს და ნუ არ გვინდა ქართლოსი რა ეხა ქართლოსი არ გვინდა ნუ მამა სახლშია შემოვიდა თქვა კონცერტ ჩაატარა არის აჟიტირებული რაღაცა დაღლილი და თქვა გაჩერდებოდა იქვე გენაცვალეთ სულ მოეფერებოდა იმას რაღაცას წოდებდა სილვანა პამპანინი რაღაცას დაარქმევდა სახელებს შენ იმას გევხარ შენ ამას გევხარ გაახარებდა სულ ყველას ლამაზ ქალებს ჩამოთვლა მე დაიწყებდა კონცერტზე ეთყობა გამოყოლილში რო იყო ანეკდოტებს მოგვაყრიდა აი ერთი 10 წუთი ვიყავით ხოლმე როგორც ერთმანეთს რო უყურებთ რო ნუ კაი აი ეს ყველაზე საინტერესო ადგილას გავწყვიტეთ ლაპარაკი ნუ რა დროს ეს იყო აი ყველას ფიცავარ მამას ფიცავარ ისეთ რაღაცას ჩაატარებდა და არ ჩერდებოდა სანამ ხარხარს არ დავიწყებდით და უკვე რო ბოლომდე ვყავდით აყვანილი მაყურებელი ანუ ჩვენ მსმენელები ხო ეს ვთქვათ ჩემი დაქალები ხო აი რო გადიოდა არც ის გვახსოვდა რატო შევიკრიბეთ არც ის გვახსოვდა რა გვინდოდა რა უნდა ყველაფერი აზრს კარგავდა და გვინდოდა რომ ისევ შემოსულიყო და კიდე ეთქვა რაღაც ჯადოსნური რაღაცეები რა ბავშვებო გაჩერდით მამილოცნი 1953 წელი აბა ერთმანეთს დაუგდოთ პური ნუ შამძეს უჭვრიტას აბა პირველი საცდელი სკოლა მეორე იარუსზე მეორე საცდელი სკოლა მესამე იარუსზე მე-18 სკოლა პირველ რიგიდან მე-18 რიგამდე აბა მე მაინტერესებს დღეს გოგოები უფრო მეტია თუ ბიჭები აბა გოგონებმა დაუკრათ ერთსულოვანი ტაში არ ვარგა აბა ეხლა ბიჭებმა დაუკრათ ორსულოვანი ტაში არ ვარგა აბა ეხლა ერთად კარგია ძალა ერთობაშია ვინესროლა რომეოს დედას დასაჯდობაში რა გატკა ახი არ არის მან ამოვიდა და ეს პროგრამა ჩაგარტყა მე შენი ფიზიკის მასწავლებელი როდი ვარ გაჩერდი არუზე ემსაჩი მოვდივარ ბატონი ქართლოსი ნამიმგზავრებდა რუსთაველის პროსპექტზე სანახაობა იყო მისი სვლა ამ ქალაქის უპირველეს პროსპექტზე ყველა იცნობდა ყველა ესალმებოდა ქართლოსი იყო საშუალოზე მაღალი ტანის ლამაზი კაცი შესახედავად კეპი ეხურა ძალიან ხშირად სამწუხაროდ ქართულმა კინომ ქართლოს კასრაძე ვერ გამოიყენა სათანადოდ და თქვენ წარმოიდგინეთ ვერც თეატრმა არ გამოჩნდა რეჟისორი რომ მოეკიდა ხელი მისთვის და თეატრში მიეყვანა ის იქნებოდა უბრწყინვალესი კომიკოსი მსახიობი მაგრამ აქვე გეტყვით ქართლოსი მრავალმხრივი კაცი იყო ქალაქი ქართლოსი თბილისს ალამაზებდა აი მე გეტყვით სანდრო ჟორჟოლიანი იპოლიტე ხვიჩია ქართლოს კასრაძე ჩემბატონო თენგიზ ჩანტლაძე ნიაზ დიასამიძე ისინი პოლიტიკაში არ ერეოდნენ და საერთოდ ხელოვანი კაცისთვის პოლიტიკა ძალიან ვიწრო რამ არის ხელოვანი ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს მოდიოდნენ ისინი ქალაქში ქალაქს ღიმილს ჩუქნიდნენ ახლა რო ხალხი ქუჩაში დამღორილი დადის და არის ერთი პოლიტიკური ბაწრის გამოკაჩვა და შენ ჩემობანა მაშინ სულ სხვა თბილისი იყო
თბილისი ღიმილის ქალაქი იყო, თბილისი სტუმარ მასმიზნობის ქალაქი იყო, მოსწრებული სიტყვის ქალაქი იყო. აი, მოდიოდა ჩემს გვერდით, ხელი ჰქონდა ჩემზე გადადებული და ასეთი უამრავი სურათი მაქვს ბატონი ქართლოსისა. ქართლოს როგორ ახარ, ქართლოს როგორ ახარ, ყოველი მხრიდან ესმოდა, გაჩერდებოდა. მე რომ მინდა იმაზე უარესად და მტერსო უნდა იმაზე უკეთესად პასუხობდა. ქართლოს ავანთე შუქი ღამის 3-ის ნახევარია. რა გინდა ნიას? მელანი არა გაქვს. არა მაქვს მელანი ანზაღლი დაზინე ამედამაზინე რა გინდა? ქართლოს რა გინდა ნიას? არც კალმისტარი, ბიჭო 5 საათია რა გინდა? რაჭველები პურს აცხობენ. მომეშვი რა თუზმახა რა დამაზინე. ცოტო ვარ ბოლოს და ბოლოს. ქართლოს გათენდა. რა გინდა ნიას? მოგიტანე რა მელანი და კალმისტარი რო არა. ქართლოს კასრაძის ბუნება როგორც შემოქმედისა, როგორც მოქალაქისა იყო უაღრესად გაწონასწორებული, დახვეწილი ინტელიგენტის ბუნება. იგი იყო ყველას ხელის გამართავი, ყველას დამხმარე, ყველას აგებებდა თავის დარბაისლურ ლამაზ ღიმილს მას ხშირად მიმართავდნენ. არა მარტო მისი ტოლები, არამედ აი ხანდახან უფროსი თაობის მოქალაქენიც, ქართლოს განთქმული კაცი ხარ, აი მიმყევი ამ ადგილას დამეხმარე დაუზარებელი კაცი იყო. აი რასაც ქვია სახე ქალაქისა, კოლორიტი ამ სიტყვის ყველაზე კარგი და ლამაზი გაგებით.